ვარ კირპიჩიჩა მაგარიაო არავის შენ თავს დააჩაბრინებს გესმის მე მაგის თქმა შემიძლია ვთქვა თორე მე იმას როგორ ვიტყვი რომ ცუდი ადამიანია ეს მეტი მომივიდა ხო ცხოვრებაში იმედი გაგიჩნდა და გვერდით გედგა ადამიანი რომელიც ძალას გაძლევდა ამიტომ ხარ მიგეწია მასზე კი ბატონო ცხოვრება კი აი ამან გადამატანინა თილავში ჩავდიოდი ერთად ვიყავით გურჯაანში მოვდიოდით ერთად ვიყავით და უშასო ჩამოიყალიბებინა თავიდანვე ჩემთვის რომ კეთი მე ასე სუსახში ვერ ვიქნები გენაცვალე და ჩვენ ამის გამო არ მოგვივიდეს რამე დავა და კონფლიქტი აბა დააგვირდი რამდენი ვიდეო აქვს ჩაწერილი 4 თვის განმავლობაში რომ ჩემზე კარგი ცოლი არავის არ აყავსო და მე ვარ ბედნიერი კაციო აი რამდენი მე მესმის შენ რატომ გინდოდა უჩამუდამ შენს გვერდით ყოფილიყო იმიტომ რომ შენ იპოვე სიმშვიდე შენ იპოვე დასაყრდენი და ქვეცნობიერად როგორც ქალს გეშინოდა რომ არ დაგეკარგა ეს ადამიანი მესმის აბსოლუტურად და ეს არის ბუნებრივი შიში იმიტომ რომ შენ ბევრი დანაკარგი განიცადი ცხოვრებაში უბრალოდ ეს შეიძლება უჩამ ვერ აღიქვა სწორად ვერ აღიქვა მაგას გონია რომ მე რაღაცა ეხლა რო დგა და ხალხი ოგვერდზე მიდგა ღმერთმა გაუმარჯოს საიდან გახდა ესეთი ბლოგერი კეთიმ გააპიარა კეთის გვერდით იყო კეთის სამღერო და კეთი ეფერებოდა კეთი დუეტებს ავწერდით ფულს ვირიცხავდი ვინ გააკეთა კეთი სულ ტივში საჭმელს აძლევდა აი რო გატკიბოდა დილას საღამოს უეფერებოდა სულ კოცნიდი სულ გულში ვიკრავდი უჩა თქვას ვინმე რომ კეთის უღალატნია იმის მერე ხო არის წასული ჩემგან მაგრამ მე უჩასთვის არ მიღალატია თვალში არავის თვალში არ გამიყრია და კიდაც არ იყოს ჩემთან მე მაინც არ უღალატე მე სხვანაირი ადამიანია შვიდი ჩემო კარგო შენ არავისთან არ ხარ ვალდებული ამტკიცო შენი ერთგულება ნახე ნუ ნერვიულობ არავის აქვს უფლება შეგეხოს ერთგულებაზე არავის იმიტომ რომ შენ იცი შენი ცხოვრება შენმა მეუღლემ და უფალმა იცის და სამყარომ როგორ ცხოვრობ ნუ რავის დაუმტკიცებ ამას მშვიდად იყავი შენ იცი როგორი ადამიანიც ხარ არ ხარ ვალდებული აღელდე და ვიღაცებს რაღაცები უმტკიცო ნახე კეთი შენ რაც არ უნდა ამტკიცო და მე ხალხი მაინც იმას იტყვის რაც თვითონ უნდა კი ბატონო ხელავ შენ ამაზე ნუ ნერვიულობ არაფერი შეიძლება არ ვიცი არავინ არ იცის ხვალ რა ხდება და თქვენი ურთიერთობა როგორ შემოbrunდება უბრალოდ ერთს გირჩევ რომ სანამ დროებით ცალ-ცალკე ხართ ერთმანეთს გული არ ატკინოთ იმიტომ რომ არ მოიჭრათ ერთმანეთთან მისასვლელი გზა შეიძლება გავიდეს დრო და ისევ ერთად იყოთ და ეს რო არ დაგჩეთ ცუდად მე არ გაგახსენდეთ რომ შენ ჩემზე თქვი მაგრამ მე მინდა გითხრა რომ მე სადაც შემხედრია უჩას ლაივი კეთი აი მე ხო მენდობი არასდროს შენზე ცუდი არ უთქვავს მე არ ვიცი ვინ რას გეუბნება არასდროს უჩას შენზე ცუდი არ ულაპარაკია ანუ აი მე რას მეუბნე ვიცი მოსმენილი მაქვს რომ კეთიზე არ თქვა ცუდიო ყოველთვის მაგას იწახს არ მინდა ნუ დავიბრუნდება კაცო ახლა ისინი მწერენ უჩამა თქვა არ დაუბრუნდება რომ დავიბრუნდიო ეხოცები დავიბრუნდი მეთქი საბეკანო კეთი ეს ჩემი და თქვენი მაყურებლის გადასაწყვეტი არ არის ამას თქვენ და უჩა გადაწყვეტ იქნებით ერთად თუ არ იქნებით ჩვენ ამას არავინ გვეკითხება ერთ რამეს გეტყვი ანუ მე ვიცი რომ უჩა ყოველთვის იძახდა კეთი წესიერი გოგოა ჯიგარი გოგოა და ადამი ეხა მე რატო ავღერდი დავიწყოთ აფეთქებას საიდან წამოვიდა უჩა ანასტასიასთან არის უჩა ანასტასიასთან ერთად უკვირას ქორწილი აქვს თუ ახშამი აქვს მიყავსო ღამე გეპარებიან კეთი და ლაპარაკობენ ერთადო აი ეხა იცი რა არის შენ რო ადამიანი მამაკაცი მომაგრებული ყავს და გიყვარს და ის გულში გეუბნება რომ აი გულიდან ვერ ამოხვალო ნახე იმ სიტყვას გაძლევს რომ შენ მის გულში სიხარ ხო ანალოგიურად ის შენს გულში ზის შენ ხედავ რომ სხვას ხსნის სიყვარულს ნახე როგორი წარმოსახვა აი როგორი წარმოსახვა არის ეს ყველაფერი კეთი გეთანხმები ეს საშინელება როცა შენი საყვარელი მამაკაცი შეიძლება ვინმეს უბრალოდ ეხებოდეს მაინც ამაზე არ ვდაობთ ეს არის კოშმარი ხო ჩემო კარგო აი ქალები ვარ იცი რა არის მე ინგებაგან დამავსვლია ნინო კაცი რომელიც არავის უყურებდა ხოლმე და სულ ჩემ გვერდზე იყო და სულ ჩემ გოგოები აყავს და აყავს აი რატო
მე ხო ხალი ვარ თავმომწონე პოპულარული გამოსაჩენი ქალბატონი რომ თბილისი ფეხზე მიდგა ეხლა მე ესენი როგორ ამთვლიან არ ვიცი მაგრამ მართლა მინდა დავასაბუთო მე აი 2400 კაცი მიყურებს მართლა მინდა დავასაბუთო საზოგადოებასთან არ მეგონა თუ ხალხი ასე დამიდგებოდა ქალბატონო ნინო ფეხზე და ამდენი საჩუქრები ამდენი ოქროული ამდენი ყველაფერი რომ ესე იმას იზავდნენ და დაპატიჟებები აი ხალ ბათუმში დაპატიჟებული ვარ კიდე შოთო სიხარულიძესთან კონცერტი გვინდა რომ ჩაატარო მთელი ბათუმის ის რესტორანი ფეხზე დგა ხო და აი ამ ხელა ისამაკ ნახე და ეს არის ნახე როგორია შენი რეიტინგი მაღლა რო ადის ანუ არა და ესეთი სიტუაციაში რომ დგები მე უკვე უჩამ ისე უნდა ამაღლოს უფრო ჩემი რეპუტაციები მივხვდი და ანალოგიურად მე რომ ქეთი და უჩამ მეტი პრივილეგიებით უნდა სარგებლობდნენ საზოგადოების წინაშე და ქონდეთ ბევრი უფლებები ხალხთან მიმართებაში. ანუ ეს წყვილი უნდა იყოს იდეალური წყვილი საქართველოსთვის და ევროპისთვის. არ არის აუცილებელი 24 შვილზე ყოფნა. მეგობრობაც, მაკაცობა, ახლობლობა, სითბო, სიყვარული და პატივისცემა და თანადგომა. ვამბობ თუ არა სისწორეს. მითხარი? მართალია. ერთი ზარი. ჯერბერტო მე მაგის ტელეფონის ნომერი არის. აი ქვეყანა ბიჭები მაძლევე ტელეფონის ნომერს კეთი როცა გინდა დაგჭირდეს დაგვირეკე. მოვალ შეგეხმიარებით დაგიდგებით გვერდში. ესენი ყველანაირ ერთი ნომერი ტელეფონის თავისი ხო უნდა მომეცა. აი მე რაზე დავიწყე ჩხუბი. ხო უნდა ერთი ზარი გამოუშვას. კეთი როგორ ახლა გუში რომ ნახე და გავატანე დუტიშილეტი და რაღაცა არ არის სალაპარაკო მე რაც მივეცი. არ არის ეგ მე კიდევაც შეიძლება ბევრი რამეც მივცე ცხოვრებაში და დამიდგეს ეგ მომენტი. ხო და აი ხო უნდა ეს დაირეკა დილით აბა კეთი როგორ ახარ. ერთი ზარი ხო უნდა შემოუშვას ადამიანს. აი მე მაგი იქ რო ადიან სტრიმზე ახალგაზრდა ბიჭმა რო წეღა შეურაცხყოფა მომაყენა და მაგას გაუკვირდა და რაღაცა ნაგლი ლაპარაკი დაიწყო უჩამ ამ საკითხზე თავის ყოფილი მეუღლეა თუ თავის საყვარელი ქალი რომელიც გვერდით აყავდა რა ის ბავშვი რო ეუბნება რომ უჩავერა ხმარობდა და მეუდა პირდაპირ ის სიტყვები დაასახელა ეგ საკეთი ლაივში კი ამოწერილია ეგ ლაივი და ხალხი გადააზიარებს და აი მე მაგ დავიწყე. აი მე რო უჩამ ყოლო და გვერდით მეთქე. კაკას ეს ლაივი მქონდა ქალბატონო ნინო ჩართული. მე რო უჩამ ყოლო და გვერდით ხავ სიტყვას აღარ მეტყოდნენ მეთქე. მე რო დავდიოდი არავინ არ აღარ მეუბნეოდა როგორც ქალურად ვინმე შეურაც. რასე მოუჩას გვერდით ვინმე სამე გაიბედა და უკვე დამთავრებული იყო. ხო და მე მაგან წამომივიდა მე მთელი ემოცია შევედი უჩაარა ჩანდა იქ დაურეკე მე უთხარი ხო არის იცადა რომ მე საქმე მქონდა სალაპარაკო მქონდა გესმის მაგრამ მე ცილაში ჩავიჭერი პირდაპირ ჩემ შეცდომას ვაღიარებ ლაივში არ იყო ეს გამოსაქვეყნებელი პირადად უნავი მე ძმაკაცისთვის მეთქვა უჩადა მალაპარაკე სერიოზული საქმე მაქვს მეთქი აი მაგაში ჩავიჭერი მე ნინო ჩემი შეცდომა ეგ იყო რომ ხალხში ავყვირო და არ უნდა გამოგეტანათ ეს ამბავი მართალია თქვენი პირადი თქვენს პირად სივრცეში უნდა დაგეტოვებინათ კი ბატონო აი ჩემი ნაწილი ქალბატონო ქეთი ვინ არის არ ვიცი რაღაცა ნამდვილი ადამიანია იქნება არც არსებობს და ხელოვნური ინტელექტით აკეთებენ ამ ვიდეოებს ამაზე არ გიფიქრია შეიძლება სულ არ არის არ არსებობს ეს ანასტასია არ ვიცი ემიგრანტია უჩამ მითხრა ამერიკაში თუ დედამისიც ძმაკაცები ვართ აქ ახლა ეს დედამის სახელა მეგობრები ვართ დედამისი სოფელს მერიცხავსო და არ ვიცი მეგობრები არიან და არ ვიცი მართლა არაფერი ასე ანუ თქვენ მესმის ემოციური ფონი გაქვთ ახლა და ყველაფერზე სხვანაირად გეფიქრებათ მაგრამ შეიძლება მართლაც არაფერია ნუ არ ვიცი ახლა უჩას გადასაწყვი ვერ ვეტყვი იმას რომ სიტყვაზე თუ უყვარს ვინმე მე ბევრჯერ მითქია მე აქ რო იყო აქაც უთხარი არ იყო ძალიან მთვალი ნასვამი იყო შე თუ ვინმე გიყვარს უჩამეთქი ეხლავე მითხარი აი ძალიან ადამიანურ დონეზე მითხარი მეთქი და მე გაგიგებ ძალიან სიამოვნებს თქვენთან საუბარი და მინდა ხშირად ჩამერთოთ ხოლმე საუბრეთ არ არის ენაც